რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად? ნახოთ, ორ ვარიანტად. რა სჭირდება თქვენ სულს, რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად? ვარიანტი პირველი, რა სჭირდება თქვენ სულს ახლა ყველაზე მეტად და ვარიანტი ორი, რა სჭირდება თქვენ სულს ახლა ყველაზე მეტად? აი, გავამზადე პირდაპირ ქვები თქვენთვის. მაშასა და მე, წითელი იასპი, მთის ბროლი. რა სჭირდება თქვენ სულს ახლა? მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. რა სჭირდება თქვენ სულს ახლა? ხმლების რაინდი, თქვენ სულს ახლა სჭირდება კონკრეტული საკითხების გარკვევა, წერტილების თავის ადგილზე დასმა, თქვენ სულს ახლა სჭირდება გარკვეული სიმამაცე, სიმძაფრე, მუშტის დარტყმა მაგიდაზე სადღაც, ბასრი ენა, ბასრი სიტყვა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია გარკვეულ საკითხებში აქამდე ზედმეტად რბილი იყავით, ზედმეტად მომთმენი, ზედმეტად უფრთხილდებოდით გარკვეულ ადამიანებს, სიტუაციებს და ახლა თქვენ გჭირდებათ, რომ უფრო მეტად ხისტი, უფრო მეტად პირდაპირ და უფრო მეტად მომთხოვნი იყოთ გარკვეულ საკითხებში, იმიტომ რომ არ გამაურეცხავ იმას, რომ თქვენი სიკეთეებით შესაძლებელია არც თუ ისე კარგად და არც თუ ისე კეთილად ისარგებლეს თქვენს ირგვლივ ადამიანებმა. ვარიანტი ორი, მთის ბროლი. თქვენ რა გჭირდებათ? თქვენ სულს ახლა ყველაზე მეტად არკანი მზე. თქვენ სულს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი თავის განებივრება, საკუთარი თავისთვის საჩუქრების გაკეთება, აი მაგალითად დღეს, როდესაც გაიღვიძებთ მოусმენთ ამ საჯარო გაშლას, გაუკეთეთ თქვენს თავს თუნდაც ერთი პატარა საჩუქარი. თუნდაც სულ ერთი ციცქნა პატარა საჩუქარი გაანებივრეთ, შეიცვალეთ ვარცხნილობა, მოიწესრიგეთ ვთქვათ, თუ კი რაიმე თქვენ სივრცეში მოსაწესრიგებელია, გადაახალისეთ გარდერობი, გააკეთეთ ეს ყველაფერი სიყვარულით, შემატეთ ახალი კოსმეტიკა თქვენს კოსმეტიკურ მაგიდას, ხო? გაანებივრეთ საკუთარი თავი, თქვენი საკუთარი თავი, თქვენი სული ახლა გთხოვთ უფრო მეტ სიყვარულს, უფრო მეტ რომანტიკას საკუთარ თავთან და საკუთარი თავის სიყვარული, იმიტომ რომ თქვენ ძალიან თბილი, ძლიერი ადამიანი ხართ სხვებისთვის, მაგრამ არ უნდა გავიწყდეთ საკუთარი თავი, ამიტომ რაც შეიძლება მეტი სიყვარული საკუთარი თავის და საკუთარი სურვილების მიმართ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, შეხვედრამდე.